გაუმარჯოს მაყურებელს. გაგიმარჯოთ თქვენ და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის მგოსანი გიორგი იზური. გონი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე კაი გამოსვლები ყოფილიყარ სადღაც მგოსნის გოსანი. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. პირიქით მადლობა მოწვევისთვის. და რა ვიცი აქ მეც არ ველოდი გოსანი ხო რავი რაღაცა უცებ. შუქი ჩაგვიქრეს რა. ესე მოდ გადავა ის არის რომ ის დაგგობული არ არის. შემთხვევით გამოვიდა. დედას რამდენიც არასდროს არ გამორთულა არაფერი საერთოდ ესე არაფერი არ პირველად არის. კაი, ეხლა ის რა ქვია, ცოტა სერიოზულად რომ დავიწყოთ და რაღაცა ყველას ძალიან აინტერესებს. ცოტათი ვიცი ყველა მაგაზე აზრი რაღაცა და მაინც ახლა კამერებთანაც რაღაცა ისეთი თემა არის რა. დავიდანო მაკითხე დავიწყოთ. ძუძუ თუ ტრაკი? ტრაკი. მაინც სვანი რა. სა შედგა გადაცემა დავიშალე. არა ხო ნუ ეხა ეგ რა თქმა უნდა ხუმრობით. რა ხუმრობით ვისი? სელებრიტები ავარჩიოთ, აბა ვისო შენ? ბიჭო რა ძალიან მოულოდნელი ის იყო რაღაც. არ მიფიქრე მაგაზე. გოსანზე დაგახვედრა ხო? არა ხო რაღაცა ისეთი არის რა. ყველა კაია. ორივე? ბიჭი თუ გოგო? დედა უფრო გიყვარს უბრალოდ. რაღაცა. ისეთი კითხვები წამოვიდა რა ხდება საერთოდ? სად ვარ ცოტა გიყვარს მაგრამ რა ხდება? შენი ბრალი ეხ რა გინდოდა რა კითხვა იყო? ჩემი ბრალი ჩემი ძალიან კარგი კითხვა არის ისე ეგ აუცილებელია. უნდა ვიცოდეთ საერთოდ. აცი ეგრე დავიწყოთ ხოლმე ყველა გადაცემა ყველა. რამდენი გაითვალისწინებს ახლა? ჩვენი დიდი მგოსნის გოსანი, კარგი მოუხდა. გოსანი მოუხდა. ხო, მაგრამ ეხლა რეალურად რო ვთქვა, რაც აინტერესებს, ხალხს ოპენეარის მომენტია და ანუ რაღაცა ორი სიტყვით ძალიან არ ჩაუღრმავდეთ, მაგრამ ოპენეარზე იყო ბევრი ძუძუ ტრაკი. მან არ გადავალი ხამას მიხოცები რომ ხალიშვილებს აბავდნენ. ხალიშვილებს აბავდნენ რომ გავიგე და ხო ვიდეო. მოკლედ, ანუ ესეთი ეხლა რაც ნახა ყველა მის არის რომ ანუ ფაქტი რაც არის რომ ერთი ტრეკის მერე გაგვიტიშეს შუქი და მერე უკვე ერთი ტრეკის შუქი რო გაგვიტიშეს და არ შეაჩერა ჩემი გამოსვლა და ნუ ხალხიც უფრო მოიხო და მერე საერთოდ აპარატურა გამოგვირთეს რა. ანუ იდეაში ხა მიზეზებზე რო არ დავიწყო ესე კონკრეტულად რაღაცა რა. ანუ უკვე როგორ თქვა მოგვარებულ რაღაცა დაპირისპირებაზე, ადრე მომხდარ დაპირისპირებაზე, იდეაში სამაგიეროს გადახდა იყო ეს ჯინაზე გააკეთეს. ჯინაზე არა. რომ ეთქვა ჩემთვის, მე არავისთან არ გავალ, რომ ანუ შენ სცენაზე ამიშვი გთხოვ და ანუ მაგას არასდროს არ დავიწყებ. უბრალოდ დილით საუნდჩეკზეც დამიძახეს, მოდი, გაიარეთ საუნდჩეკი რომ მოვემზადოთ, ანუ 15 წუთი მაქვს სულ შესასრულებელი. ჩემთვის ანუ 50000 კაცი დგას წინ, ანუ ძალიან დიდი სცენაა და ანუ ერთ-ერთი ანუ კარგი დღე უნდა იყოს ჩემთვის და ანუ არც იმ დაპირისპირებაში არაფერი შუაში არ ვიყავი მანამდეც რა არაფერი. უბრალოდ 10 წუთით ადრე გვეუბნებიან რომ სინათლეს გაგითიშავთ რა. როგორც მახსოვს 3 ტრეკი უნდა კი 3 ტრეკი მე და 3 ლუკას ხოას რა. და მე რა ფსეფაშულს ერთი სიმღერა ვიზო. ხო და ანუ ერთი აჯობებდა კიდე შუქი რო ყოფილიყო რა. მაგ სიტუაციაში. მაგრამ ანუ ეხა მაგის მერე ეხა რაც მოხდა საბოლოოდ ის არის რომ შეგვიხმიანენ, ბოდიშიც მოგვიხადეს და თვითონ იმ ტიპს უშუალოდ ვინც თიშავდა ამ შუქს თვითონ კონდათ მასთან პრობლემა და შიდა რაღაცა პრობლემა. რაღაცა მაგტიპთან ანუ ყველა ეუბნებოდა რომ ჩართე და ის ტიპი რავი ჯორზე შეჯდა რა რომ არ ჩავრთავდა. არა უშავს ხდება ხოლმე რაღაც კარი დაიკეტა და ახალი გაიღება აუცილებლად მოყვა კიდეც ყველაფერს მაგრამ მომავალ წელს დაგპატიჟონ რას ფიქრობ? არა
რო გითხრა რომ აი ის ტიპი არ იქნება თქო რა. რაღაცა ეგეთი აი. იდეაში რომ ეხლა მაგრამ აინტერესებდა ხალხს მაგისთვის იყო ბევრი მოსული რა. არდგენს რომ მიაწვეთ არდგენზე რო გამოხიზეთ. ანუ იმას გოსნები იქით. პირველ რიგში ისაა რომ ჩვენ ვაპირებთ პირადად ფესტივალის გაკეთებას გავაკეთებთ კიდეს ანუ 100%-იანი ვიცით რომ გავაკეთებთ იქნება ეს ჰიპ-ჰოპ ფესტივალი თუ რაღაცა mixed შერეული ფესტივალი მაგას ნუ ნელ-ნელა გაიგებს ხალხი მაგრამ იგივე სტილში დაახლოებით რაღაცა იგეთ ღია სივრცე იქნება კი მაგრამ შუქს არავის არ ჩაუქრობთ რა ყველას ვამღერებ ვისაც დაუძახებთ რა ვა რა მაგარი ის არის რაღაცა ექსკლუზიური ანონსი ჩვენთან მე აუცილებლად მესი ამოვნებით გეწვევით ძმაო ჩვენი ჩიპსის თუ იქნება ხო მადლობა გიორგი რომ შემახსენე ოქრო ადამიანი ხარ ჩვენი წამდგენი არის ლუდისა ჩიპსი და ჩვენი მეგობარი ლუდი არის ბავარია მეგობრებო დიდი მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის და სხვათა შორის ლუდისათი ვიყავით ჩვენს ფესტივალზე ამოსულები რა open air-ზე და ლაივები ქონდა და ლუდისათი რა იყო და სამარგლეთი ლუდისას ლუდისათი ქონდა თან სტენდზე ვაკეთებდით მაგ ყველაფერს და რეალურად რომ მორჩა რა პირველი ის რა ქვია ორივე დღეს ვიყავით რა და პირველი დღე რომ მორჩა და რაღაცა ველოდებოდი კაგრას PvP-ს ველოდებოდი მაინტერესებდა და მოსვლა მინდოდა და მე გაიწელა გადაიდო ზანგვიან ჩატარდა ხო და მე იქ გავარდა ჭორი რომ ვითომ რაღაცა მოხდა მე თითქოს არ ჩატარდებაო ეგეთი რაღაცა ჭორის გავარდა და მე წამოვედი რა და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ პირველ დღეს ვერ დავესწარი და მეორე დღეს იმდენად დაღლილი და ისე ვიხავი რომ პროსტო სახში წავედი რა და არა და მაგრამ მინდოდა რაღაცნაირად მომესრო რა ერთი მოსეს და ტოტოს მოსმენა მინდოდა მაგრამ უნდიშას საყვარელი და მოსე იყო ხოჯებოსული იქ და ხო მოსე ყავდა სტუმრას კი მაგან გითხრა უნდა მოგეთ ის რა ქვია მაგას შეიძლება რომ გიწოდო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეპერი ამ მომენტისთვის შენ როგორ რადგან აქვს ესე პოპულარული უწოდო რა მე მაგალითად რეპის ფენელი არ ვარ რა ანუ ზირთად როკი მეოსე რაღაცა შენი სახელი ის არის რა ბრენდია რა ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერები გვაქვს რეპერით რატომ მოიხსენიათ რა უკას როგორ არის ეგ სიმღერა დაწერილი ანუ ხო სწორა მე რეპი დაწერილი ხო არ არის უფრო სწორი იგი ანუ იგივეა ხო ოკეი გოსნის მონტია რა ხო არა მაინც რომ მე ხა ის არ ვარ რა ქვია შეიძლება არასწორად რამე ვთქვა თქო და ის რა ქვია ერთი რო Starboy კვარაზე რო დაწერე და ნაკრებზეც რო იყო ევროპის ჩემპიონატზე ხო ეგ ზაგაი ორივე ძალიან კაია და კვარას იმაზეც ვიცი რომ კვარამ მოგწერა უშუალოდ და მადლობაო და ანუ კვარა ძალიან მაგარი ბიჭი აქედანაც მოვიკითხავ და პლუს ვულოცავ ამ ტრიბუნს იდეაში კი ეგრე გამოვიდა მერაბზეც გავაკეთეთ როცა შანომელისთან ქონდა პირველი შანომელისთან როცა ქონდა პირველი ბრძოლა ანუ მანდაც გავაკეთეთ მერაბიზე ანუ ესე ხო მერაბიზეც იყო ხო ეხლა და ანუ იდეაში ესე წავიდა ტრენდი რომ ყველა მოიგო რა რევიზეს დავწერეთ ევროპაზეც საკმაოდ კარგად გამოვედით კარგად გამოიყურებოდა გუნდიც ისტორია დაიწერა გავედით ნერვეთ ფინალებში თუ პლეიოფში და ხო რა ეგრე გამოვიდა ხვალისთვის რო რამე მოიგო ხო ეგრე გამოვიდა კი აი ხა YouTube ლიგაზე თუ წავაგეთ ბანის დაუბრიდო ბანის აბრალე ყველაფერს ხო ბაზარი არა ბანის ისა მომისმინეთ აი ხა ხვალისთვის რომ მერაბისთვის რამე სიმღერა იმიტომ რომ დღეს რა რიცხვია 7-ია ხო დღეს ხო 7-ში ვწერთ ამას და ხვალ მერაბის ძალიან კამრის ტიტულის დაცვის ბრძოლა აქვს და რამე უცებ რო დაგვიწერო რომ მოვაგებინოთ ლინკს კლიპი ჩვენზე იყოს კამერები გვაქვს უსე გადავიდეთ ძალიან დიდი იმედი მაქვს ეს გადაცემა რომ გადის რომ სახე გაუხია უკვე აუ ხო ბაზარი არა და ისევ მაგრამ კამრით დარბის თავის ერთი მომენტი არის აქვე ვიტყვი რომ წინა ბრძოლისთვის თითქოს ისე მგონია რომ ის სერიოზულად არ უყურებდა ეგრე ომელი წინა ბრძოლას პირველი ბრძოლა როცა ხონდა ეხლა გაცილებით უფრო მაგრა არის მომზადებული და გაცილებით უფრო რთული ბრძოლა სერიოზულად არ უნდა შეხება მაგრამ წარმატებები იმედია გაიმარჯვა ლეველები განსხვავდება მაგორი ტიპის ჩემი აზრით და ეგ ხო მართალია ეს მომზადებულია რომ როცა უნდა შეაგდო რავი ცხოველია მე რა ბაიმენა ყველასთან ყოველთვის აი პროს ნებისმიერ დროს ანუ სუ ხოძეა იმას რომ მომზადება ჭირდება ამას არ ჭირდება
აი ეს არ მგონია, მე მგონია რომ ეს ცოტა მაღლა არის რა და მაგრამ კი, არა, ჩაგრავს. ერთ-ერთი მაგიტოა ჩემპიონი იდეაში. ხო, სხვანაირად არ შეიძლება იყოს. ის როგორ პატარა ბავშვით არის რა ქვია, მასთან შედარებით. ებრძოლა ოლიმპიურ ჩემპიონს ორგიზის, იმას რა ქვია, რა გვარი ხუდორვა ხათრია. იმენა ათრია არ ქვია, პროსტა ეღადაო ბოლოს, აი პროსტა ბეჭით ატარებდა და რაღაცა. არა, ტრაკზე რომ მოუჭირა. მე რაბასაც ტრაკი ურჩევი. აშკარა. ვაა, кайგო. ძალიან კაია. რიცხვებზე გამახსენდა გუნდი შენ სტანდარტული რუბრიკა ხო არ შეასრულებდი ბარემ. დაბადების პერიოდი გქონდა? 11 სექტემბერს. 11 სექტემბერს. მაგ დროს კაი რაღაცები. შენ სექტემბრის კაცი ხარ. გენაცვალე. ზუსტად მაგ დღეს აი 11 სექტემბერს არ ამგონია რომ შენებლობის საერთაშორისო დღე იყოს. 11 სექტემბერს შეგვიძლია რომ მიცვალებლებით დავიწყოთ. გავაგზავნოთ და აუ ხო ეხა არა ეხა არ დავფიქრებულა. დავიწყოთ. მერე ახალი წელია ეთიოპიაში თუმცა. მაგით შეგვიძლია რომ გავაგზავნოთ მერე. მაგათ არ უთხრეს როგორ ბრუნავს თუ რატო აქვს ახალი წელი ეთიოპიაში მაგას. დღეს ეს წავიკითხეთ ხო წინაზე და მე დამოვიწყდა ნახვა დღეს 7 ივნისია ჩაწერის დღეს ის ბრუკ სტივენსის დაბადების დღე ჰარლი დევიდსონის გამომგონებელიო და ეგ ხო წინაზე ჰარლი დევიდსონის წავიკითხეთ 7 ივნისს ქონდა რომელიღაც დაბადების ჰარლი ხო და მაგრა გამიკვირდა ეგ რა წევნა ჰარლი და დევიდსონები ჩუაკები რავი ორი გვარი ხო ორი ჩუის ძმები იყვნენ ისინი ჩუაკები დევიდსონები და ჰარლი იყო ინჟინერი მაგის როგორც ვიცი მე და მაგრამ ამან იმას ხარ ამან რა გამოიგონა შორტიოს ამან იმას რა ქვია ბაგრიშკები დავბერა ნასოსი ხო ეგ მოსული არა ესე შეამოწა მორბალს რო ფეხს მიერდა ეგ ჩუვაგი ხო აუ მაგაზე გავიგე ანუ ერთი ჭორი რა ჭორი რა იდეა რომ ანუ მაგის გამო რა ეს ტიპები რომ ესე ფეხს ესე რო აკეთებენ ბორბალზე რა რა შვებიან რა და მე დავფიქრდი რომ მართალია რა ესე ისწორებენ რა სინამდვილეში მეგონა რომ ბორბალს ამოწევენ სინამდვილეში რა ხო ბაზარია რა ეხლა რა დავფიქრდი რაში შეიძლება ეგ დაგჭირდეს ვერაფერს ვერ ამოწმებ მაგრამ ამოწმებ ხოლმე მანქანს რომ მიდიხარ კაპოც რო აწვევი თავიდან რაღაც სისულელეებს აკეთებ ხოლმე მე ის მიყვარს რა ქვია კარს რო გამოაღებენ და სალონში რო ჩაიხედა აკაიქე ვერაფერი ხო ეს სად ვიყავით მე მაქვს ისეთი სტერეოტიპები იმათზე რა ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებზე და არის მომენტი რომ ყველას გონია ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ხშირი სტერეოტიპია რომ განგსტა იქაც ახლა ოპენერზე იჩხუბეთ ძმა შენ რა იცი კიდე სტერეოტიპი რამე ისეთი და მე რეტახავს ვკითხოთ უკვე სტერეოტიპი რა ვიცი სტერეოტიპული ხალხია ვაფშე ეგეთებიან რაღაც დიდი ზმანი რაღაცა და თავის პონჩი უბერავენ რა არ ვიცი რა თავისი სამყარო აქვს რა ჯემს როცა ეგრე წარმომიდგენია რა ანუ ის არ არის ხო ცალკე ცხოვრებით ხო აი ჩაულებრივი ხალხი ხო ხართ ისე რავი სად მუშაობთ არა ხო აკეთებ რა მე ეგ არის უშო კი და ანუ დიაში ეხა ზოგი არის მართლა რომ ეს რაღაც ჰობის პონჩი კი მაგრამ ანუ მე თავიდანვე 17 წლის ასაკში ნუ როცა უკვე სკოლა მორჩიდა რაღაცა ანუ მაშინვე გავედი ეგრევე PvP-ზე და ანუ ჩემი გზა ნელ-ნელა უკვე ავირჩიე მივხვდი რომ ეს იყო და უკვე სხვადასხვა ანუ ამით ვცხოვრობ რა ეს არის ჩემი ცხოვრება ბოლომდე და ანუ ხო მაგრამ მე რა მაინტერესებს აი ხა მაგალითად ჩვენ სანამ რაღაცა ფინანსურად რაღაცას მივიღებდით რა ბენეფიტს არხიდან რა ესე რა ვთქვათ 5 წელი ვაკეთებდით მანამდე ოქტოპუს რა და რეალურად არ სპონსორი არ ყავდა ისეთი რომ სამსახურისთვის თავი დაგვინებებია აქ გუნდიშა იმაში მუშაობდა რა ქვია ბუღალტერი არის პროფესიით მე ორდინაბიჯის თანამშრომელი ვარ პროფესიით მე ბაისელი პროფესიონალი ხარ მიწევდა რაღაცა პარალელურად რაღაცა მუშაობა ეხა ბოლო პერიოდი არის უკვე იმის საშუალება რომ უბრალოდ გადმოვერთო არხის საქმეებზე და აქ ცალკე უკვე სამარილეზეც მუშაობდა და თქვენს თემაში როგორ არის ანუ რამდენად
დაფასებული ანუ მაგის თქმა მინდა. რამდენს გიხდიან ეგ არ მაინტერესებს, მაგრამ რამდენად შესაძ აი ახალ თაობასაც თუ ვინმე გვიყურებს, იმათაც აინტერესებს, ვისაც ინტერესი აქვს. იდეაში აი რაც შეეხება ეს მატერიალურ რაღაცებს, ანუ ვინც შრომობს, ვინც არ უნდა იყოს, ანუ რასაც არ უნდა წარმოადგენდეს და თუ ყოველთვის წინ მიწევს, ექნება რა, ეგ შემოსავალი ისე რომ ეხა რავი შეიძლება ვარსკვლავები ვერ მოწყვიტო თავიდან, მაგრამ ანუ ცა არის ლიმიტი რა. ანუ ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს, იმიტომ რომ ეხა ესე რომ ვთქვა, საშუალოზე მაღლა. ხო, გასაგებია. კარგად გძნობ თავს რა. შვიდად და კარგად. ძალიან კაი, მაგას არაფერი არ ჯობია. შენ თუ ამ სფეროში ხარ, თან ეს ფაქიზი სივრცეა რა, ჰიპ-ჰოპ სტრუქტურა, ანუ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ სად რა სიტყვი რას გაარეკლამებ თუ მაგდონალდს KFC რა იქნება. ხო, რა როგორ მოიქცევი რა, ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ანუ შენ თვითონ უნდა გაფილტრო. პირველ რიგში ის იყო ამაში საჭირო ჰიპ-ჰოპ კულტურაში საქართველოში, რომ ყურადღება მიექცია ხალხს. ხალხმა მიექცია ყურადღება არა მარტო ხალხმა როგორც მაყურებელმა, არამედ ტიპებმა, ვისაც ბიზნესი აქვს, ანუ დაინტერესდნენ, რომ ანუ ამას ხალხი უყურებს და კომერციისთვის ძალიან კარგი გზა არის, რა, უშუალოდ PvP. ხო. ჩემ შემთხვევაში მე live performance-ი მაქვს ძალიან ხშირად, ყავს ბენდი ჩემი, ვაკეთებ კონცერტებს. სულ ეგრე ვაკეთებდი, ანუ თავიდანვე, შეიძლება თავიდან შედარებით მცირე რაოდენობა იყო ხალხის, მაგრამ მე როცა გავაგზელე, არ გავჩერდი, ყოველთვის მოდიოდა. აი პირველი ისაა, რომ უნდა გიყვარდეს live შესრულება. ანუ live აი ეგ არის პირველი, რომ უნდა იყოს საინტერესო, არა მარტო ყურსასმენებში, აი ესე რომ გიყურებს ტიპი და ანუ შენ მოსასმინადაც მოვიდა, მაგრამ შენ საყურებლადაც მოვიდა. უნდა იყოს ანუ შოუს დადგმის მომენტიც ნაწილი კი ანუ რა. ხო და რა მე მგონია რომ საბოლოო ჯამში იმაზე ვთანხმდებით რომ უნდა გიყვარდეს ეს საქმე რასაც აკეთებ რა. ნამდვილად და თუ ეგ არ გაქვს აზრი რა. ხო, არ გაჩერდე. ზევან გადაცემამდე თქვი რაღაც ერთი ადგილი, სადაც გქონია. კიდე უცნაური ადგილები რა გქონია, სანამ სცენაზე ახვიდოდი ხოლმე სად გაგირებია. ან ბეთლი ან რა ვიცი, მე სადაც შეიძლება სადაც უცნაური. აი ეს გადაცემამდე რასაც თქვი, იმასაც ვიტყვი შეიძლება საინტერესო იყოს რა. ანუ სანამ ეს PvP ეს აკაპელა რო იყო რა, ჩვენ სკოლაშიც ავიტაცეთ რა ეს პატარა ბავშვებმა რა, ეხლა რომ მოგწონდა, თუ არ მოგწონდა გადავდით მაინც რა, ეხლა მაგ დროს თავიდან არც კი წარმომედგინა რომ მე მივიღებდი მონაწილეობას ან რაღაცა, უბრალოდ ჩემ თავში ვიცოდი რომ რაღაცა მქონდა მსგავსი წერის ნიჭი თუ რაღაც რასაც ქვია, მაგ დროისთვის ეხლა რა დონეს რაღაც ტექსტი უნდა დაწერო, ის დონე მქონდა. და სკოლიდან როცა მორჩებოდა გაკვეთილები, დგებოდით 1-50 ადამიანი, მივდიოდით აი უკან რა აფრიკაში ეს ლიანდაგებია და იქით არის მოყოლილი მოგზაე. ხო, ეს იციან. ანუ არის ბაქანი, ძველი ბაქანი გრაფიტებით, ნუ ჰიპ-ჰოპ სივრცეა რა როლამე და ორი ადამიანი ერთმანეთს ვებეთლავებოდით, ჩვენი არც გადაღება გქონდა, არც არაფერი, მაგრამ ერთმანეთში ვერთობოდით ესე და ძალიან კაი. მე უკვე რომ დამაინტერესა უშუალოდ ის სიღრმეებმა ჰიპ-ჰოპის, მე უკვე რატომაც არ ავწდი გავალ იქ და ჩვენ სკოლაში რო 90-იანები იყო, ამათთან რაღაცა ამერიკული ფილმი იყო. წავიდეთ იქ. იფასროთ. Yo. ცეკვაზე როგორც არ მომიდგენია ხო ხტები ყველაფერი არ. არა, აი ეს ლადეგრე არ არის. რამდენად შორს ვარ. ცეკვებშიც უნდა იყოს რა ეს breakdance. მაგარი გადაუღა იქ. breakdance. ანუ უნდა გამოდიოდეს. არის ჩვენთან? ანუ ხო იმდენ ვაფშე არ არის. ეხლა უკვე ერთი სეზონის მორჩა რა. მართლა მე არ მიხარ. იმის გარეთ არ მინახავს. PvP Slam, ანუ ეგრე ქვია, უშუალოდ ივენთებზე ეხაც როცა იყო ბეთლებიც ხო არის და იყო ცეკვის ბეთლებიც რა. ეგ მაგარი გიგიც მაგარი გასწორებს. არის შეგიძლიათ ნახოთ, ანუ ხო, არ ვიცოდი, ნამდვილად მე ანუ ვიცოდი რომ ბევრი სკოლა არის და რაღაცა დამთავრებული სეზონი, ანუ 3-3 ბეთლი აქვს სხვა. ეგ ხო ოლიმპიადას დაამატეს თან ეგის. ეგ ერთხელ იყო. ცეკვა ხო და ავსტრალიელი ქალის მერე ყველა აი ძალიან უშნოდ რო იკლაკნებოდა. ძალიან საშინელება. და მე დაადგინეს რომ ეს ავსტრალიელი ქალი ყოფილა
იქაური ოლიმპიური კომიტეტის რაღაც ბიზარი ვიღაცის ცოლი რა და გამოიყვანეს და ანუ იქაც ყველგან ავსტრალიაშიც რო ნეპოტიზმი არის რა გიკვირს შენ მომისმინე იმის გარდა რა ქვია რეპის გარდა თუ უსმენ რამე სხვა აი ეხლა მაგალითად რო ვთქვა რა მე არ მაქვს კონკრეტული რაღაცა ის არჩეული რა უბრალოდ კაი სიმღერაა მომწონს უსმენ შენ როგორ ხარ მაგ ამბავში აი დაახლოებით მეც ეგრე ვარ ბლუზი მიყვარს რაღაცეები ანუ იდეაში მაინც ჰიპ-ჰოპთან კავშირი რასაც აქვს, ანუ ჰიპ-ჰოპი კი შეიძლება იყოს ეს ერთი კონკრეტული განხრა, მაგრამ აი ძალიან ბევრი ქვეჟანრი აქვს რა, აი უთვალავი ძალიან ბევრი, იმიტომ რომ თავისუფალია რა. ანუ ეს ტექსტი შეგიძლია აი ყველანაირად R&B-ა, ანუ იმღერო შეგიძლია რავი, ყველაფერს სალტო გააკეთო უკანა და ანუ სხვადასხვა სტილში შეასრულო ყველაფერი. კი, მაგრამ ანუ მეც ახლა თითქმის ყველაფერს უსმენ, რაც მომწონს ალტერნატიულ მუსიკას. რამე არის ისეთი, ძირითადად. მე ტექნოებს ვერ მუღამებ რა, აი მარტივად რო გითხრა, აი ტექნოები და რაღაცეები არ არის ჩემი სტილი. მე ვარ მაგ მხრივ რომ ყურსასმაში ვერც მე რა. ანუ აი ყურსასმაში ვერ მოსვამ რაღაცა თუ არის რაღაც გართობა. ივენტზე ხო გაგისწორდება, მაგრამ აი ყურსასმაში ვერ უსმენს. რაღაც როკი ან რაღაც თუ არ არის. თუნდაც შენც გითხარი რამე რა. რატო ციხარ ჩუმად. პირველად არა მე ვლაპარაკობ სადმე რა. მე გამისწორდა. უსმენ. არა, საინტერესო საუბარი. მე გეუბნები, ანუ ფუ პოდკასტ სირცხვილი თქვენ როგორ ალაპარაკეთ ეს ადამიანი ნორმალურად. ჩვენ კიდე აი რა კაი ბიჭები ვართ, აი რა კარგები ვართ. მე რო გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მეც მიყვარს. ცოტა მძიმე როკი და ის რა ქვია. ეხა მედალალი ვიყავით განზებზე და აჰა. ძალიან მაგარი იყო. კორნი მევოსება რავი. გიორგი, რამე გითხარი შენც? მე გეტყვი. ორი სიტყვა. მოიცა? არა, მე კი შემიძლია გავაგრძელო, მაგრამ დიდი ხანია ჩუბად ხარ, უკვე დისკომფორტი შემექმნა, ოღონდ მარტო. დღეს რაღაც მოწყენილი ხარ. და ხო იცი რაც უნდა გააკეთო ახლა. ეს როგორ მოხდეს? წერს კი ისინი გვაქვს. ტექნოლოგია. ნაჟე ესეც შეიძლება. ტექნოლოგია. ლალის აქვს ერთი ორი კითხვა ესე დაწერილი. შენი საყვარელი რეპ ლაინი რა არის? ჩემი საკუთარი? ხო, არა, საკუთარზე. ორივე გითხარი. რა უნდა თუ გაფიქრდება ორივე უცებ ორივე გამოვში. ალბათ. აუ, მაგაზეს უიბნევი ხოლმე, რომ ალბათ ხო არ ვიცი, იმიტომ რომ ყველა შვილივით მიყვარს, მაგრამ ან ტრეკს ვიტყვი მაშინ რა, ითლიან ტრეკს რა, ესე ლაინს არ ვიტყვი მაშინ. 7 ქვია ესე ტრეკს და ანუ აი ლაინად ესე ვიტყვი მაშინ რა მომწონს მაგაში რომ მაგ ტრეკის ვინც მოსმენს ანუ ლირიკაში ვინც ნახავს არის ყველა ასო ანუ ესე ქვემოთ რომ ჩამოწერო არის ყველაფერი გამოვა რა და ანუ ყველა ხაზს აქვს ესე ჩამოყოლებული აუ ვაუ და ყველაფერი გამოვა და გამოვიდა რაც მინდოდა ჯერჯერობით. კიდევ ბევრი არის გამოსასვლელი და ყველაფერში წარმატება. მადლობა. 5 წლის შემდეგ ლალის კითხვა. ლალის შემდეგ კითხვა. 5 წლის შემდეგ AI-ის rap battles მოუგებ? უეჭველი. უეჭველი? უეჭველი. და შენთვის საჩუქარი გვაქვს. AI-ის თხოვეთ რომ გაედისე. მაგრამ რამდენად გამოვარ ვიცი, იმიტომ რომ მე უნდა წავიკითხო. პატიეთ რომ ამის ოსვენა გიწევთ. ო. აი ხარ ავქნათ იცი? მე წავიკითხავ და მე შენ წაიკითხე. აუ, მეთქი ბიტბოქსი გააკეთე. ბიტბოქსი ეხა მე წავიკითხე, მე შენ წაიკითხე, რომ ხალხი მიხვდეს რეალურად რა იყო. ბიტბოქსი არ ყავს, მაგრამ ბიტბოქსი ხო არ გამოგდის მიკროფონს მაგათ. კაი, არ გვინდა. აი, ეგრე გენიოდა. არა, არ მინდა. ისე ვიცი მე აკაპელას შეუბერო. კი ბატონო. თანატოსი, არა, მეცა, არა. აი, ხა ჩემი კარტობის დრო მოვიდა რა. უიქ რეკლამებზე რაღაცაო. მიდი შებერე გიორგი. თანატოსი გაქვს აზრის ნაკლებობა, სახელი გაქვს, მაგრამ წონის ნამცეცობა. სტრიმერი ვიტყვირი, რითმებში დადიხარნელა, სცენაზე სლაიდობ, ვითომ სოროში მელა. ინსტაზე ხარ გმირი, სახეზე ფერი გაფითრებული.
კლიპში ვილი ვონკა ქუჩაში გადაკარგული. თუ გადაკრული. იანდა იალა არ გეგონოს ტრევის სკოტის ფეინ. ქუჩაში ყველა დაგცინის ბავშვიც სკოლის წინ. Yo. მაიცა იმ რაიჩარი. მაიცა ეს ჩემი ტრეკებინა რაღაც სახელები ამოიღო და ნანა. არა, უეჭველი. მოდი ეხა შენ წაიკითხე? ხალხმა რო გაიგოს ეს როგორ უნდა იყოს. ეს იგივე? აი დაბლ დილი რასაც შეგილია ეგ თანატოსი გაქვს აზრის ნაკლებობა, სახელი გაქვს, მაგრამ წონა ნამცეცობა, სტრიმერი ვიტყვირი, რითმებში დადიხარ ნელა, სცენაზე სლაიდო, ვიცოროში მელა, ინსტაზე ხარ ღმერი, სახეზე ფერი გაფითრებული, კლიპში ვილი ვონკა ქუჩაში გადაკრული. იანდა იალა არ გეგონოს ტრევის სკოტის ფინ, ქუჩაში ყველა დაგცინის ბავშვი სკოლის წინ. გაუმარჯოს უფრო კარგად გამოგივიდა. ადამიანმა რო იცის. ანუ არსებობს ერთი, ანუ ეხლა ხანს გამომიგზავნის რაღაც პროგრამა არის, AI პროგრამაა, სადაც ქართულ რითმებს აკეთებს რა, რაღაცა სიტყვას ჩაწერდა, მაგაზე რითმებს გიგდებს რა. ეხა გამომიგზავნოს რატო თქვა იცი? ნუ თავის აქამდე არა, აი გუშინზე. და რომ ნახე რომ რა გაურითმა რა, რამდენი ვარიანტი ქონდა, რომ აი დაახლოებით 17-ით მეტი ვარიანტი მოვიფიქრე 2 წამში და ანუ ჯერჯერობით სანამ აი შეიძლება მე უნდა დავაპროგრამო დაიხმარო შეიძლება რომ მე მომიგდეს მე ხო მაგრამ როგორ გონია რა ადრე თუ გვიან მივა ვითომ იმ დონეზე რომ უკვე აი ამით თუ მიმისელე არა უკვე არის რეალურად არის კი ზოგიერთ სიმღერას რო უსმენ რაღაცა ახალ დაწერილებს გონია რომ ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული სიმღერები კი იქნება მაგრამ ალბათ ადამიანის მთავარი მუღამის მაგაშია რომ აი ნამდვილს ხვდება რა აი ყური ჩემი აზრით მაინც არ მიიღებს რობოტის გაკეთებულს არ ვიცი რა რატომღაც მაგის ვჭირა რომ ხელოვნების შედეგს შეიძლება რაღაცა გამოიყენო ბერკეტად ანუ მოიხმარო მაგრამ საბოლოოდ მაინც ადამიანის რა მომენტია მაგას კიდე დაფასების რობოტებთან დაფასების მომენტიც ხო აქვს მაგას არა ეხა რაღაც მონალიზა რო იმან დაგიხატოს ეს ფეხებზე კიდია რა ეს ადამიანის გაკეთებული და შექმნილი რო არის ეგეოსება რა მაგით кайფობ და რაც უნდა შექმნას მაგან ხო დაფასების მომენტი ანუ ფეხებზე კიდია რა არის ადამიანის გაკეთებული დაწერილი ის ბევრად უფრო მაგარია ალბათ როცა ხელოვნებას ეხება მაგ დროს არის ეგ მაგრამ ეხლა შეიძლება მათემატიკა რო ამოგიხსნას გაწყობდეს ეგეთი რაღაცა მაგრამ მანდაც უფრო გამიკვირდება ტიპი რო ამოხსნის და უფრო დააფასებს ხო მაგრამ მომენტი ის არის რომ საბოლოო ჯამში ისე არ მოხდეს რომ ვიღაცა აწერინებს ხელოვნურ ინტელექტს და მე ასახებს როგორც თავის ნაშრომს ხო ეგეთი რაღაცა ხო ჩვეულებრივი ამბავია უეჭველი დაიწვევი მაინც ხო და იმის არ იყოს რა თუფაკი როგორ გიყვარს როგორ რამდენად გიყვარს თუფაკი ყველას უყვარს ეგ სვანაერად უნდა გითხო თუფაკის სულს პატივს წე მე გეგრია 10-დან ხო თუფაკის სულს პატივს წე აი მაგით დავიწყო მე რამდენად მიყვარს ალბათ არ მიყვარს ეგრე რა არა ხო ანუ პატივს წემ რაც გააკეთა იმ სფეროსთვის რაშიც მაგალითად მე აქით ზღვების ოკეანების აქით უცურავ მაგრამ ჩემთვის სხვა ბევრად უფრო კარგი პერსონაჟები და უფრო ჩემი აზრით დაუფასებელი თუ დაფასებული ტიპები არიან რომელმაც მე უფრო მეტი ინფლუენსი მომცეს ვიდრე სნუპკი არა თუფაკი მომცემდა რა ანუ თუფაკი არის overrated არა მაგრამ შენთვის არ არის მე იმდენად არ ვუსმენდა რაღაც რა ოკეი ხო მაგრამ რეალურად ლალი რა დღეშია ჩემი გადაგეცა ლალი ხო შეიძლება გაქვს თუ დაჭირდა რამე აქვს 25 წლის ასაკში რო არ მოეკლათ იდეაში ფიქრობ რომ ეგეთი მაგარი არ იქნებოდა და მაგან გავლენა იქონია მე ეგ ხო ეგრე ხდება ხოლმე ვიღაცა დაიღუპე რომ არ მოეკლათ შეიძლება უფრო მაგარი ყოფილიყო ხო მაგას ფიქრობ შენ უფრო მაგარი იქნებოდა თუ რომ მოკლეს მაგიტო უფრო გავარდა მერე და უფრო დააფასეს აი ეგეც არის რა რომ ანუ კი ადამიანის ხა წასვლა მერე უკვე ბევრ ყურადღებას აჩენს და რაღაცა პლუს
სხვა სენტიმენტებიც უჩნდება ადამიანს. თან მაგრამ მე მაგას ეხლა მე მაგის უფლება არ მაქვს რომ თუბაქს ეგ დავაბრალო. რო არ მომკვდარიყავი ვერა იქნებოდი ვერაც ბა. ჩვენობას რო ვაკნე ხო და ანუ მართლა უდიდესი პატივისცემა მაქვს, მაგრამ BIG უფრო მევასება რა. შედარებით. მე ხო იცი BIG-სთან შორ. მან ხო იცი როგორ იყო? გოში PDD-ის თემა. მაგას შევეხებით, მე თემა მაქვს მაგას ჩასაშლელი, ასე რომ ჯერჯერობით არ ვიჩქაროთ მაგ ამბავზე, მაგრამ ის შენ თუ გაქვს, ანუ მყავს ვინმე რეპერი გამორჩეული, ვიზეც იტყოდი რომ აი მაგასთან ერთად ჩავწერდი ამას. ანუ შენი საყვარელი რეპერი, იდეაში კითხვა ეგ არის რა, ვინ ადამიანი რომელიც ახლა ყველაზე მეტად უსმენ GID არის ეგეთი ტიპი. ახალგაზრდა ბიჭია. უმაგრესი. ანუ ახალი ამომავალი ვარსკვლავია, იმიტომ რომ მე არ მსმენია. თან ამოსულიცაა რა, იმიტომ რომ აქვს არაერთი ჰიტი და მაგრამ მე ძალიან მომწონს მიქსი აქვს ლირიკული ჰიპ-ჰოპის და მუსიკალური ჰიპ-ჰოპის, რაც მეც თვლი რომ ჩემ თავზე მაქვს. და ალბათ მასთან აი ახლა ამ მონაცემით ფიტი თუ ვინმესთან გამისწორდება და ჩავწერდი ალბათ ეგ ადამიანი. შენი გადმოსახედია რამდენად შესაძლებელია ყველაფერი რომ მოხდეს? 100%. ხო. ეგრე რა, ბოლომდე დარწმუნებული უნდა იყო ადამიანი, ძმაო, ეგრე უნდა იმუშაო. მუშაობა დაწყებული. მე შენი რეპი რატომ მიყვარს? შენი წაკითხული და ამღერი. მე ვიცი რომ ერთი და იგივე აზრზე ვიქნები. რომ გიგებ რასაც ამბობ რა, რაზე ლაპარაკობ და ძალიან გამართული მეტყველება გვაქვს, რაც მართლა მაგრამ ისწორდება რომ გიგებ რაზეც არის საუბარი. მე მგონი ის სპეციალურად აკეთებენ ხოლმე. და არაფერი არ მესმის ხოლმე და შენი ის მესმის. ანუ იმასაც არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება ეგ ჩემი ბრალი იყოს რო არ მესმის, მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია რომ შენი ბანის ხო აშკარად გამართულად, მაგრამ მეტყველებთ და ტოტოში გესმის კიდე უეჭველი მაგრამ ტოტო და არ მაგარი მე რა ვარ ფრისტაილერი უეჭველი კარგად გესმის მაგის ჩანსი. ხო და ანუ ძალიან მომწონს რა ეგ მომენტი რა თქვენი მოსმენისას და როდესაც აი მამა ფლექსი რა ვიცი ძალიან სახელგანთქმული ხო ეგრე ითქვა. ხო გითხარი გადაცემდი ვინც არის? ვინც არის ოდით ხო? მე პირველად მოვკითხო. ხო და პირველად გავიგე ხა ოფენი. სულად კი არ მომფარაფერს. ბევრს ევასება, მუსიკაც მომწონს რასაც არის, მაგრამ ბიჭო ვერ ვიგებ რას ხერის. აი რა ვქნა რა, აი მომყალი თო. უნდა შეანელო YouTube. მე არა, ხო და მე იმავშვები რაღაც ლირიქს გადავხედო, კაი სიმღერა გადავიკითხავ და კაი რაღაცები უთქვა. თავის სტილი აქვს და განსხვავებული. ხო ძალიან საინდა ხო? ნუ აი ეგ მომენტია. მე მომწონს უბრალოდ როდესაც უსმენ და ვიგებ რაზე არის სიმღერა და უბრალოდ სხვანაირად ვერ უსმენ და. ბანისთან ბეთლზე რას ფიქრობ? იქნება? ველოდო? მეორე რაუნდს შეიძლება ძალიან ისეთი პასუხია. იგივე ხოლმე პიდაპი ხო არ გეტყვის. ზეგარი. ანუ იდეაში იდეაში არც ერთი არ. წინააღმდეგი რა თქმა უნდა არა ვარ არაფერზე რა, მაგრამ ახლა საერთოდ სხვა რაღაცებს ვაკეთებ, საერთოდ სხვა მიმართულებით ვარ ჯერჯერობით. ბანისაც ვიცი რომ კიდე აქვს რაღაცეები გასაკეთებელი თვითონაც თავის პირად საქმეში და რატომაც არა ეხა ბეთლი ერთხელ გქონია კიდე გვექნება რო რამე რა, მაგრამ უნდა გვაწყობდეს. ჩემი აზრით თუ იქნება სტადიონზე იქნება ძალიან ხო ძალიან ის არის რა სერიოზული ამბავი იქნება და ველოდება ხალხი მაგ ამბავს დარწმუნებული ვარ და ეს ერთი და ეხლა რაც ისაუბრე რომ სხვა მიმართულებით მუშაობ ანუ რაღაცა ახალ პროექტებს გარდა იმისა რაც თქვი კიდე უნდა ველოდოთ კი ანუ აი ბენდი რას ვახსენე რა უშუალოდ ესეთი ჯერ არ მქონია ანუ პრეზენტაცია მაქვს ეხლა იდეაში 27 ივნის მექნება პრეზენტაცია თქვენს დაპატიჟებული ხართ მთელი თქვენი საზოგადოებით მადლობთ გამიხარდება რომ მოხვიდეთ ყველას ვეპატიჟები იმიტომ რომ ცოცხალი მუსიკა იგივე ჩემი ახალი და ძველი შემოქმედება და დარწმუნებული ვარ აი ესეთი შოუ არ ყოფილა აქ და
ვაუ. თუ იქნება მე სერიოზული ანონსია. როდის იქნება, როდის დაიწყება და სად იქნება რაღაცა? აი ეგ ახლა უშუალოდ საორგანიზაციო პროცესებში ხარ ჯერ, ოკეი. იმიტომ რომ ახლა ხანს მორჩით ბენთან მუშაობას, ანუ იმ ხრივ რომ მორჩა გვაქვს ეს პროექტი და უკვე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ რაღაცა უკვე რაღაც აპდეიტებს შეიძლება სანამ დაიდება, მანამდე დაგაწიოთ რომ რაღაცა ანუ ძალიან კაი, ჩიფსი და ლუდი დაგჭირდება, შეგვიხმიანა და ჩვენ წამოვაყოლებთ. არ არის პრობლემა, არის მაგის საშუალება და მე არ შემიძლია ეს აუცილებელი ტრადიციაა, რომ ხელსარიალის სტუმარს არ უშვებთ, ეს არის ლუდისას ნაკრები. კარტოფილი, ანუ სამივე გემო არის კარტოფილი, მე შოკით. კარტოფილი მე შოკით. ეს შენ სამივე გემო არის ლუდისასი ორ-ორი ჩიფსი და ასევე ბავარია, ჩვენი მეგობარი ლუდი, რომელიც ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება უკვე 300 წელზე მეტია მეგობრებო და უღრმესი მადლობა, რომ ჩვენს გვერდით არის ლუდი ბავარია და უღრმესი მადლობა ასევე ჩვენს სამგეს ლუდისას, რომ ამის ყველაფრის გაკეთების საშუალება გვაქვს. უკვე შეგვიძლია თამაშზე გადავიდეთ. თამაშის წესები არის ესეთი. მოკლედ, რიგრიგობით უნდა დაასახელოთ, რაღაც კითხვა იქნება, ტოპ 10-ია რა. რიგრიგობით უნდა დაასახელოთ, ვისაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი იქნება, ის არის გამარჯვებული, ექნება ის არის გამარჯვებული, მეორე არის დამარცხებული, ავტომატურად გუნდი შეხსენები შვენ ხელს, იმიტომ რომ ვიცი რაც არის კითხვა და წაგებული სვამს აგერ ულამაზეს monkey shoulder-ის თამაში აგდეთ ეს დავატრიალოთ თუ გინდა. მიდი არა დავიწყოთ გიორგი, მოკლედ ტოპ 10 ყველაზე პოპულარული რეპერი ახლა ხო და შეგიძლიათ დაიწყოთ. დაწყება უნდა წამაგებინეს. არა, ნუ მე რო გადავხედე სიას, ჩემი მე ვიწყებ თან? შანსები გაქვს გუნდს. არა, შანსები რაღაცები, ვიღაცები ვიც გამიგია. ბერა. გენერატი. გუნდი სამი დალია შეგერგება. გუნდისაც ბოთლი მო არ არის? ორი ვარიანტი მქონდა რა. ეგ და ეგ და აღარ ვიტყვი, კაი. შეიძლება. კაი, ძალიან მით დავიწყებ, რა ქვია. მარტივით და მე ძალიან მიყვარდა მთელი ბავშვობა და ემინემი. რა თქმა უნდა, ემინემი არის პირველ ადგილას სარწმუნოებული ეგრევე. პირველი არ ჩამეთო. დრეიკი არის მესამე ადგილას. ძალიან ერთი ამბავი იყო და დარწმუნებული ვარ, მაინც იქნება Puff Daddy იქნება. PDD. არ არის? არ იქნება. Puff Daddy ამოიღეს. ჰენდრიკ ლამარი. ლამარი რა თქმა უნდა მეორე ადგილას არის. Snoop Dogg. სნოპი მეოთხე ადგილი. სეფ როკი. Dr. Dre. დოქტორ დრე არის მეცხრე ადგილას. მე მიგნა მე. 3-2. დოქტორ რეპერია. ვერც კი წარმოვიდგენდი, იდეა პროდიუსერია, მეც ანუ რეპობს რომ წერს რომელი რეპი დადო. ხო, წლევანდელი არ არის თქო და. კაი. Spotify-ის დედა. აიგე? დღეს რაღაცას გავიჩალიჩე. Kanye West. Kanye არის მე-6-ზე. თუ მოსმენაზე არის Tupac-ი იქნება მან. Tupac-ი გაგიკვირდება და არ არის. Tupac-ი არ იქნება. Travis Scott-ი. Travis Scott-ი მე-5 ადგილი კი ბატონო. Drake-ი. ქვი? მაშინ Jay-Z. Jay-Z არ არის. Beyoncé. Beyoncé და Dua Lipa შეჭება. Pharrell Williams-ი. no. Lil Wayne-ი. Lil მე-7 ადგილი საღოლცმა. არა, ეხა ჩემი ტოპკაცი დამოვიწყე. 50. 50 Cent მე-8 ადგილას კი ბატონო. და ერთი დარჩა? კი, ერთი დარჩა და გუნდიშას შანსი არ აქვს. ამერიკელია, ვიცი. Donald Trump. Zuckerberg. არ ვიცი. ჩაარტყი გუნდი შენ რაღაცა აგრესიული ხარ დღეს. მე შენ და ლალი მაკინაღამის გაგვიმართეთ რა ქვია. გამა. მაყურებელს გამომარჯვება, მადლობა დაფასებისთვის და ჩვენი გამოწერისთვის და კიდე უფრო მეტმა გამოიწერეთ და დაგვაფასეთ. გენაცვალე გუნდი, გენაცვალე. ჩაარტყი, შაქარივი ჩაგივა კერტში. მოგესალმებით მეგობრებო, პოდკასტის ჩაჭერის შემდეგ გარეთ ესეთი იდეა გაჩნდა, რომ რომელი უფრო ძლიერი იქნება კლავჭიტში. 105 კილო კატეგორიაში წარმოადგენილია მგოსანი ჩემგან ხელმარჯვნივ ტაჰა და აბსოლუტური წარმოადგენილი არის ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ცოტნე გოჩოლეიშვილი, ის არა აქვს ზერჯერობით. გოჩო. ეხა ხელები ჩავჭიდოთ ბიჭებო ერთმანეთს, თუ შეიძლება რომ პატიოსნები შევინერჩოთ, შეფურთხება, გინება და რაღაცეების გარეშე და
როცა ხელს გაგიშვებთ, თუ შეიძლება იდეები გავასწოროთ, აი ესე თუ არ იყო, შენ ცოტა ცუდად გახარ, ხო არ გინდა რომ გასწორდე კარგად. აი კომფორტულად რომ არა, ეხლა ტრაქს მომიუშვერ იმას მაინდა კამერას არ გინდა. აი ხო როგორც ვარ კაცო. კომფორტულად თუ ხართ ორივე. ის ხო არ არის სერიოზულად. მე მაინც ვიცი როგორ დამთავრდება. 1 2 3 ნახე არა. ეს ლუდი. მოგესწორებ. ოკეი. აჰა. აი ხარზე ყოფილა. ასე რომ მეგობრებო უფრთხილდით. პats რო იქ რაღაცას რო იტყვით ზედმეც. შემდეგი კლავჭიდის ტურნირი რო იქნება ეს გამოიყვანეთ. იქნებ კონკურენტი მყავდეს. აქტუალური თემა გვაქვს პავდედის შეწყალებაზე მიდის ბაზარი. ხელმოწერებს მერცი თუ შეიძლება ეს. რეპერების ხელმოწერებს აგროვებენ და შეთავ არ მოსულან. არის შესაძლებელი, შესაძლებელი. აუ, რა ვიცი რა, იდეაში იქ ისეთი სიტუაციები აქვს, რომ გონია, ვინც უნდა გაასამართლოს ეგეც არის შესაძლებელი შეიძლება რა. ყველა მოსაკლავი, აი ყველა კოპში არის. არა, იცი რას ვამბობ, რომ ეხა ფავდედი არასდროს არ მალავდა ამ ყველაფერს რა, ანუ ვისაც გაქვს ძველი ინტერვიუები, ანუ არა მარტო ფავდედის მასთან დაახლოვებული პირების, აი ყველა ღიად ამბობს, რომ ეგ ესეთი ტიპია რა, ანუ არასდროს არ მალავდა ფართებზეც არ მალავდა, უბრალოდ ეს ვიზუალურად არიცოდნენ და ანუ უკვე ბავშვების თემა რო გაერია, არასრულწლოვანების თემა, ანუ მან დაასტოპეს თორე ანუ მანამდე ყველა მიცოდა რომ ფავდედის ქონდა საუკეთესო ფართი სოფლიოში ანუ ეგ ტრენდი ქონდა მაგ ტიპს თვითონ რა იცოდნენ რომ ისედაც იცოდნენ რომ გარყვნილი იყო და ეგეთი ტიპი იყო რა ჩვენ ხო არ გვაქვს რამე ეგეთი არ ვიცით ჩვენ აქ არასდროს ისაუბრო Fight Club-ზე არა ხო ჯერჯერობით არა და აი მოვიხოდო და მოვხოდავთ და პატი გვაქვს 1 ცენტი აჯვამს თურმე მაგრაო პავდედისო როგორც გავიგე ვინ მაგრამ ვალიკონია ბიჭო მაგარი სერიოზული მაგას ვალიკონია ბიჭო იმას იმის და არა ეგ არ დადიოდ მაგას ფაქტია ხო ეგ არ დადიოდ ვინ გერა და მაგის გამოვარდი ნაწყენი არ დაპატიჟა არ მაგის დეტაჟერას ქვიაო ბიჭო დატოვეთ ციხეშიოს ხო და ის რა ქვია დონალდ ტრამპს კითხეს ანუ თემა საიდან წამოიწყო ვაფშე რომ დონალდ ტრამპს კითხეს რომ აპირებ თუ არა პავდედის შეწყალებასო იმიტომ რომ ეგეც ხო ნამყოფია მაგის იმაზე ხო წვეულებაზე როგორც ვიცი დონალდა თეთრი სმოკინგით იყო თუ რაღაც ხო და აპირებ თუ არა მაგის შეწყალებას და მე 50 ცენტმა რაღაცაო რომ შენ არის შენზე რა ბაზრობდაო ეგ ვაფშეო პიდიდი ბაზრობდაო დონალდ ტრამპზე მაგარი აუ ები აკეთა წარმოიდგინე იქ აბა ბიჭო ლალიკო მოგვაწოდა ინფორმაცია რომ მასკმა და ტრამპმა რო დააყარესო ეპშტეინის კუნძულზეო ინფორმაციას მაგიტო არ ხსნისო და რაღაც საიდუმლო მასალად აქვს შენახული იმიტომ რომ თვითონაც მანდაც დაძრებოდაო პიდიდის ზეულებზე ხო დაძრებოდა წაისმევდა მან ბავშვის იმას რა ქვია მალამოებს და მე გადადიოდა კუნძულზე კიდე მაგ კუნძულზე რა ეგ ეპშტეინის კუნძული საქმე რაღაცები ნანახი მაქვს რა და ვინ დადიოდა იცი? აი კალი ხო სტივენ რა უნდა მაგას ხო ძმა და ეს პეპელას დებოდა ცხვირზე ეგ მაგარს გაერთობოდა ოი აუ ძალიან სიმოდი იმან პაროდია გააკეთა ამან ვაფშე აუ არა ეს ამოწერი ის დადიოდა არა იქის დადიოდა რა ყველაფრის ის კი კაცო ორა ჯანდაბა უნდა და მართლა იქ ისეთი პიზდეცები ხდებოდა რომ ტიპმა და სასამართლოსაც ვერ დაელოდა თავი შემოიხრჩო ჭუვაკმა შეიძლება მიყავდა დარწმუნდა და პროსტი გაიხობაო და არა მე შეგეთყვი ჩავიდა კუნძულზე და გადაიქაურო
გადახნა შეჭება ის იყო ბორბლებით აუ შემენ სოდაში მე ხა წარმოიდგინე მართარ და იმ ყველაფერს უყურებ და ვახჩი ფაცესულელებს არ ბაზრობდა ხა რაღაცებს ჩვენურს ამბობდა ხოლმე ის რა ქვია მაგის ის არის დიდი აფეთქების თეორიის თემები ხო მაგის მოხდილია ხო როგორც მე ახას თუ არ იყოს ახლა შავი ხროლი ყველას მიყვარს შავი ხროლი ხალე აი ყველას მოგნა უყოლე ეგეთ კონტროლები ხო რეალურად კიდე ერთი ორი არსებობს დარწმუნებული ვარ ანუ ერთს მან დარმა თუ აკეთებს გავსი რაღაცა ერთ 10 საავს კიდე გაკეთებული რა არაფერი საშველი არ იქნება ჩვენი გეორგი წასულების იყოს როგორება იყოს სტივენასი სადაც არის როგორც არის თქვენი კაცი კი შავი ხროლი ასეულდა სულ მაგაზე ბაზრობდა და არა და რო წუდი არაფერი არ უთქვამს და რო სიმართლეს აი აღარ შევტოპოთ მე სულად იქნება დამხურავე ეხლა დღეში ვარ თურქეთში რო დაიბოლა ის რა ქვია ხალხი იმაში ქალაქი რო დაიბოლა მთლიანად იცი ეგ ამბავი თურქეთში მოხდა ესეთ რაღაცა რომ შეიკრიბა ეს პოლიცია მილიცია და დაიწყეს განადგურება ყველანაირი ნარკოტიკის თუ რამე არსებობს და მე მგონი ქარი ამოვარდა და წაიღო ეს ყველაფერი ეს ბოლი ყვამლი თუ რაც ქვია ქალაქისკენ და მთელი ქალაქი იყო დაბოლილი რა ხილა პიზდეცია რა მერია ზმაოც ეს პატი განდენია 25000 კაცი დაბოლდა ომის ბიჭო ეგეთი დღეები უნდა მოვაწყოთ აი თბილისში რა აი ერთი თბილისობა უნდა იყოს რა აი გავანადგუროთ ერთად ყველა სული და ის რო ერევა ერთმანეთში არა მაგარია ბიჭო მთელი ქალაქი რო თან ისე გააправებ რა ქვია ნარკოტიკის სინამდვილე ბრძოლობდით მაგისტე ბიჭო შენ რო ხარ მაგ კონდიციაში და სხვა რო არ არის ხო შეიძლება ან იმას არ უსწორდება ან შენ არ გისწორდება და იქ ყველა რო ეგრე ხართ ბიჭო მაგარი გადაობა იქ მე მანქანას ვეღარ გაატარებ ვაფშე მანქანები არის არ მინდა მანქანა ის უნდა იმას და მეტროებში უნდა დაწვა ეგ ეს პატარა შესვლელები იმერში ხო ჩაარტყამ გამოხვალ თუ რამე არ ქვედავწვას მიხვალ მეტრომას დაადე ბალში ქალაქი მოძრაობს ხო ვიზეთ გედა მეტროში შადიხარ ზვაო უბერო აი ვაკელები დაგვჩნენ ისა აჰა ამაშია საქმე ჩამოირმენ რუსთაველზე არა უშავს იქ დიდი იგი დელისტაკი არა ვაჟაზე უნივერსიტეტის მეტრო ხო გააკეთე თუ გააკეთეს ხო ეგ სადგური ზემოთი კაი ხანია შევდა კიდე ეგეთების პაროდიები ვისი ვიცით მუჰამედ ალი ხო ეგეც ხوار დადიო და აი კაი იყო ძალიან ძაცუდებს თვითონ ესე არ ვქნათ ვისაც უყურებ აღარ ვეყურები ბიჭო რეალურად ვისაც უყარხარ ჩემი აზრით აი პიროვნულად ვაფშე რაც გააკიდიაში რაც ხარ რაღაცა მაგით უყარხარ რა რეალურად ხო რა შავი ხუმრობა ხო შავი მორე მე მგონი ყველას უყარს მე მაგრე მევასებ რომ და ყორე შავი მორე და ყორე შავი იუმორი მიყვარს და გენიალური შავზე უჭველი ხვრელი გამახსენდა შავი და შავი ეხლა დავადგინოთ ტაჰას როგორი ბავშვობა ჰქონდა დიდარი თუ ღარიბი ეს დაევასა ეს ბლიცი ჩვენ გამომწერებს და ასე რომ გადავწყვიტეთ რომ ხშირად გავაკეთოთ ხო სადღაც იქ რომ მიდიოდნენ რა ქვია ლიანდაგებზე
გასარებად მე ვხვდები. საერთოდ იქნება. მე და ცოტნე მაგალითად ღარიბ თიმში ვარ თორე. მე აქედან არც ერთი არ მაქვს. ჯერჯერობით მხოლოდ ორი სტუმარი გვყავდა, ვინც მოხვდა მდიდარ გუნდში. დანარჩენი სულ ღარიბები ვართ ყველანი. ბავშვობაში საკუთარი საძინებელი თუ გქონდა? არა. TikTok-ის ფორმატში გასაგებია საერთოდ ვართ. სახლში ერთზე მეტი საპირფარეშო თუ გქონდა? ნო. არა. ერთი? წარისე მიპასუხე. რაღაც ისე მიპასუხე, რომ ერთი კი რა, მაგრამ მან კორპუსში საერთოდ იყო რა. ერთ ნახევარი, ეგრე ჩაუწვა, ერთ ნახევარი. მე გააჩნია. მე სხვათა შორის ცოტა ხანი მე ვცხოვრობდი ისეთ ადგილას, სადაც მარტო საერთოდ. კი, კაც. სამწუხარია, გიორგი. ჰა? სამწუხარია. შენ სახლს დასრულებული სხვენი თუ გქონდა ან სარდაფი რა, რაღაცა იმას. არა. ერთ ნახევარი საპირფარეშო. ძალიან ისეთი. მშობლებს სამუშაო კაბინეტი თუ გქონდათ? კი. ერთი კითხვა. ანუ ოფისი სახლშიო. ანუ გქონდათ სამუშაო. სპონსორების ვიზიტის უსწრაური ხერხი. ღარიბები ვარ. სკოლაში ფულს გადამდნენ? კი, რავი, რეზის სახე. ანუ ახლა მან ხერხი ძალიან ისეთი კითხვა არის. ფულს და ერთი პერაშკი იყიდე, ანუ სხვადასხვა რაღაცაა. აი რა. ფულს რა. ხო, რამდენს გადამდნენ, მაგის მიხედვით წვიდავთ ხოლმე, კი სან არის. 5 ლარამდე ალბათ. ყოველ დღე? არა, მაგრამ ხანდა. შენ რამდენი წლის ხარ ბოდიში? 23-ის. 23, ხო, მაგ პერიოდში 5 ლარი. ხო. ეხლა გადავიან გარშო ჩვენ პერაშკებში, ეხლა 5 ლარი და ალბათ ანუ ხო რა 2-3 და ეგ ხო, 5 ანუ განსხვავება 5 კაი იგივე გამოდის. გიორგობას. გიორგობას. ჯესუს საულეის აუდო აკაი. იდეა გიორგი მე გარაჟი არა. არა და აი კი. მართლა? მანქანა? მე აიხაც არ მაქვს მართვის მოწმობა, მაგრამ კი. მანქანაც ყავდათ. ნახე, დაჭრაურდა უკვე. თავზე გავი. რაიმე სახის კომპიუტერული მოწყობილობა ან გაჯეტი თუ გქონდა? ანუ პრინციპში შენ ახლა 23 ხარ პენსიუმ 3-4 ნაწილებით. შენ უეჭველი სხვა ამაზე არ ითვლება ეს, იმიტომ რომ დამორიცხულია პროსტა რომ არ ქონოდა. და ზაფხულში დასასვენებლად თუ დადიოდი ხოლმე? სოფელში რა. სოფელში. რა ზღვაზე და ის წერია და ასე რომ ზღვაზე და რაღაც ანუ იქაც ახლა ხოს არის ზღვა. აი იქით ხო ანაკლიაში ხშირად მოძრაობდი ზღვაზე. ნუ ეგ არის ხო არა ბათუმში თუ იქ რაღაც ლაქშერობდი და რაღაც. ევროპა ვაფშე არ ვთვლით. ევროპა რო გააზროს ვიღაცამ მდიდარი გამოდის და არა ღარიბებში ღარიბებში ისეთი ევროპაში თურქეთი თქვა კაცო. ეგვიპტე ხო ევროპა შეჭება. ქვემო ევროპა. შრალი ევროპა. აუ ზაკაი ეს ლუდი შვება რა თავისას რა. აგერ სტატისტიკა ჩავიგდო და ლალი არ ვიცი რატო გადაწყვიტა რომ ჩაერთო ეს სტატისტიკა. საშუალოდ 41 ადამიანი საშუალოდ 46 ლიტრს სვამს საქართველოში. 46 litrს. ხო, ეხა ცოტა ხნის წინ დადეს სხვათა შორის. ერთი ადამიანი. წელიწადში, ხო, ერთი ადამიანი. ვინმე ბუჭებს სტატისტიკას? მანახე ხალხი. ვინ რაღაც გამოკითხვის ის იყო თუ რაღაც. ნო, ისე, ანუ მე პროსტა მეძაანის ვარ. აი, ლუდზე მეტად უფრო ისეთი რა, უცებრო თვრები რა. შოთი კოქტეილი რამე რომ აი ეგეთი რამე რომ ლუდი მენა მე გადის უტუალეტში უნდა ირბინო რა. აი ეს მაგიტო არ ვიქოსო. გინდოდათ მიიღეთ. აი
ითხოვე და არა, აქ სტანდარტული ის გვაქვს, რომ სტუმარს ვთხოვთ, რომ ერთი სადღეგრძელო დაილოცოს გადაცემაში აუცილებლად. აბა, გისმენთ. პირველ რიგში ანუ ეხა ისე შეიძლება ტრადიციულად გამომივიდეს, მაგრამ ღვთისნებაა ყველაფერი, თუნდაც ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან გამისწორდა, ბევრი ვიცინე და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. განსაკუთრებით Steve Hawking-ზე. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ამის გარდაც ცხოვრებაშიც ყველაფერში. უღრმეს მადლობა. ასევე. გაგიმარჯოთ თუ თქვენს ვიყურებთ, ყველას გაგიმარჯოთ. ოქრო ხარ ასევე. საუკეთესო სურვილებით. მადლობა ძალიან დიდი პირველ რიგში რომ გვესტუმრე და ჩვენთან ერთად ვიყავი. მადლობა ჩვენს წარმდგენს ლუდისას და მადლობა ჩვენ მეგობარ ლუდს ბავარიას. და მეგობრებო, რა ვიცი, დღეისათვის აი ძალიან მართლა ისეთი სახალისო გადაცემა გამო თურმე ალაპარაკეთ ეს კაცი და შენ რატო გეჩხუბები არ ვიცი. ეს კაცი ალაპარაკეთ, ხო ხედავთ კარგად ლაპარაკობს. ფუ პოდკასტ მიმართო. ხო და ორივე სტრიმა. ხო და ძალიან მაგარი გადაცემა გამოვიდა. უღრმესი მადლობა რომ მოხვედი, გვესტუმრე და რა ვიცი, მაყურებელსაც მიმართავ რომ 20,000 გამომწერის რო ვაბედით ხალხო, ის ზალაშია ყველაფერი, უბრალოდ საორგანიზაციო საკითხებს გავდივართ და უახლოეს მომავალში ყველაფერს გეტყვით, მოგახსენებთ, ალბათ ამ თვეში არ გამოვა, იქეთ თვეში ალბათ ვეცდებით რომ უკვე ყველაფერი გავამზადოთ. და დაჰაც დაბატეჟებულია. დაჰაც, ხო, ეგ უნდა მეთქვა ზუსტად რომ ყველა ვინც იყო ჩვენი სტუმარი ამ ერთი თვის მანძილზე, თქვენ ახლა ორი თვის მანძილზე, ყველა დაბატეჟებულია იმ ღონისძიებაზე, ესე რომ ვთქვათ, რომელსაც გამომწერებთან და ჩვენ სტუმრებთან ერთად გავაკეთებთ. ასევე მეგობრებო, ქარათრობადი რაღაცებიც იქნება. ხო, მეგობრებო, იმიტომ არ ჩატარდა საუკეთესო კომენტარების არჩევა, იმიტომ რომ ამ თვეში წინსწრებით გვიწევს ვიდეოების გადაღება, რადგან სადღაც მივემგზავრებით იქ სიცილიაში მაფიაზე მიემგზავრებიან, გაბუნია ჩვენი ულამაზესი მემონტაჟე და ამწყობი ამ ყველაფრის, მეც ჰოლანდიაში მივემგზავრები და მოკლედ წინსწრებით ჩავწერეთ რაღაცა ვიდეოები და ასე რომ კომენტარების გათამაშება მაგიტო არ არის, მაგრამ იქედათვიდან აუცილებლად აღვადგენთ და გაგრძელდება კომენტარების გათამაშება. თქვენ კიდე აქტიურად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და გაგიმარჯოთ კიდევ ერთხელ. მიყვარხართ, გაფასებთ, აბაჰე. რა, მე აქა ვარ და შემოვივლი და ჩავწერ ხოლმე რაღაცებს. ვიბაზრებ და მე ერთად მივყავარ. Thank you.